2021 წლის მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში მეორე ვარიანტი ამოცანა ნომერი 12. A-წერტილიდან 3 სანტიმეტრი და 4 სანტიმეტრი დაშორებით მოთავსებულია ორი ტოლი ქუმუხტი. მოცემული გვაქვს R1 უდრის 3 სანტიმეტრს, R2 უდრის 4 სანტიმეტრს და ამ წერტილიდან ამ მანძილებით დაშორებით მოთავსებული არის ორი ტოლი მუხტი, ესე იგი Q1 უდრის Q2-ს და უდრის Q-ს. A-წერტილიდან რა მანძილზე უნდა მოვათავსოთ -Q მუხტი, Q3 უდრის -Q მუხტი, რომ ველის დაძაბულობა A-წერტილში ნულის ტოლი გახდესო. ხო, მოდით ის მანძილი A-წერტილიდან, რა მანძილზეც ეს ჩვენი ველი ხდება ნულის ტოლი, ავნიშნოთ x-ით და ესე იგი აი x გვეკითხებიან. ეხლა ამ სურათს მოდი აქეთ ცოტა გავადიდოთ. ასე. კარგით. ესე იგი ჩვენ გვითხრეს რომ მანძილი, აი ამ A-წერტილიდან, აქედან აქამდე არისო 3 სანტიმეტრი. ხოლო მანძილი, მოდი ამას დავარქვათ, ეს იყოს პირველი მუხტი, ეს იყოს მეორე მუხტი. ხოლო მანძილი A-დან მეორე მუხტამდე რაღაც ვერ გამომივიდა კარგად, ასე, ეს არის 4 სანტიმეტრი. და ახლა ერთ რაღაცას დავაკვირდეთ. რადგანაც ეს პირველი მუხტი და მეორე მუხტი დადებითი არის, დადებითი მუხტები არის. შესაბამისად, როგორც პირველი მუხტიდან, ისევე მეორე მუხტიდან ველის ძალწირები გამოდიან. შესაბამისად, A-წერტილში განვიხილავთ, როგორც პირველი, ისე მეორე ქუმუხტების მიერ შექმნილ ველს, მიმართული იქნება პირველ შემთხვევაში, აი ეს იქნება, რადგანაც ორივედან გამოდიან ჩვენი ძალწირები. პირველი მუხტის ველი იქნება ასე მიმართული, ის იქნება E1. ამას ქვემოთ დავწერ აჯობებს. ის იქნება E1. რაც შეეხება მეორე მუხტის მიერ შექმნილ ველს, მეორე მუხტის მიერ შექმნილი ველიც იქნება აქეთ იგივე მიმართულება იქნება, ოღონდ რადგანაც უფრო შორს არის A-წერტილიდან. შესაბამისად, სიდიდით ნაკლები იქნება ეს ველი. მათაც ვერ ახალწამთხარ კარგად, ასე ბატონო, ეს იქნება E2. და აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება მოვათავსოთ ეს ჩვენი მესამე მუხტი A-წერტილიდან ამ ორი მუხტებს შორის მესამე მუხტი, რადგანაც ჩვენ გვინდა ისეთი ადგილას შემოვიტანოთ -Q მუხტი, რომელიც ამ ერთ და ორ ველს გააწონასწორებს, დააკომპენსირებს. ანუ შესაბამისად ეს ჩვენი -Q მუხტი, ეს -Q მუხტი მოთავსებული იქნება აქ და ეს -Q მუხტი, რადგანაც ველის ძალწირები პირიქით -Q მუხტში შედიან, შესაბამისად მისი ველის ძალწირი იქნება მიმართული შემდეგნაირად, ეს იქნება A-წერტილში, აი ასე იქნება. ასე ბატონო, ეს იქნება E3. და ახლა ჩავწეროთ წონასწორობის პირობა. წონასწორობის პირობა შემდეგში მდგომარეობს, რომ რადგანაც ამ 1-მა, 2-მა და S3-მას ველებმა ერთმანეთს უნდა გააწონასწორონ, კერძოდ სუპერპოზიციის პრინციპიდან გამომდინარე, E1-ს სიდიდით თუ დავუმატებთ E2-ს, ეს ტოლი უნდა იყოს S3-ის, რადგანაც 1-მა და 2-მა უნდა გააწონასწოროს S3-ის. ეხლა 1 იქნება Q1 შეფარდებული R1-ის კვადრატთან, ოღონდ აქ მოდული გვჭირდება, დამატებული Q2 შეფარდებული R2-ის კვადრატთან, ეს იქნება E2, ეს ტოლი იქნება S3 იქნება Q3 x კვადრატთან. ეს კაები ახლა შეგვეკვეცება, როგორც ხედავთ, ახაც მოდული დავწეროთ და ჩავსვათ ახლა. მოდით აბა რას მივიღებთ, რა გამოგვივა? Q1-ის მოდული იქნება, Q1 არის Q, დაგვრჩება Q, შეფარდებული R1 რამდენი, R1 არის 3, 3-ის კვადრატი მოგცემს 9-ს. ამას დამატებული Q2 რამდენია, Q2-იც არის Q, შეფარდებული R2 არის 4, 4-ის კვადრატი მოგცემს 16-ს, ეს ტოლი არის Q3 არის -Q-ს მოდული მოგცემს ახაც Q-ს, შეფარდებული x კვადრატთან. ეს Q-ებიც ახლა შეგვეკვეცება, დაგვრჩება ერთები, საიდანაც 1 შეფარდებული 9-სთან, პლუს 1 შეფარდებული 16-თან, ტოლი იქნება 1 შეფარდებული x კვადრატთან. აქედან რა გამოგვივა? თუ გავაერთმნიშვნელიანებთ, საერთო მნიშვნელი იქნება 9 × 16 154. ზემოთ გვექნება 16 პლუს 9 უდრის 1 შეფარდებული x კვადრატთან. ხო, ანუ ახლა ჩვენ რა გამოგვდის აქედან? აქედან ჩვენ გამოგვდის, დით აქეთ დავწერ, 25 შეფარდებული 154-თან, ტოლი გამოგვდის 1 შეფარდებული x კვადრატთან. აქედან x კვადრატი, ტოლი გამოგვდის 154 25-ის, საიდანაც ეს ჩვენი x-ი ტოლი ყოფილა 12
მეხუთედის ეს კი არის 2.4. ანუ საბოლოოდ რო დავწეროთ x-ი თოლი ყოფილა 2.4 სანტიმეტრის, რომელიც რომელი არის e. პასუხი e.